დილამშვიდობის საეთერშია ქრონიკა 9 საათზე. ახალ ამბებს გაგაცნობთ. 2024 წლის 26 მარტი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების თარიღი. ქვეყანაში ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ და 18 ივნის თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის ემზადებიან. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ ისტორიულ გამარჯვებაში ერთგულმა გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველ თამაშს დორტმუნდში გამართავს. წლების განმავლობაში ასაც ვოცნებობდი თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ქართველი გულშემატკივარი, ფეხბურთელები, ყოფილი ფეხბურთელები. ეს ოცნება ასრულდა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომის ფასად, თუმცა დამსახურებულად. ბედნიერი ვარ, მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო, მიულოცო მათ შორის გულშემატკივრებს. ეს არის ჩვენი ყველას ერთად მიღწეული წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეწარმატებას მივახცევთ, ვინაიდან ჩვენ ამას ვიმსახურებთ. მოხარული ვარ იმით, რომ ეს რაღაც ეს ტვირთი, რაც წლების განმავლობაში ჩვენ ყველას გვაწვა, ეს მოვიხსენით. ახალ საქართველოში გავიღვიძეთ. საქართველოში, რომელმაც გაიგო გემო წარმატების, გამარჯვების, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რთული დღე ჰქონდა, რთული პერიოდი გამოვიარეთ, დაწყებული 90-იანებიდან მოყოლებული, მინდა გულშემატკივარს უთხრა პირველ რიგში, მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, გამარჯვების რწმენა შენარჩუნებული ჰქონდათ ყოველთვის და ბიჭებს გვერდით ედექით. გილოცავთ ყველას, ულოცავ სრულიად საქართველოს და წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველოდება. ბუდუ ზივზივაძეს და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მეორე ბუნდესლიგის კლუბი კარლსრუეც ულოცავს. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. კარლსრუე ულოცავს ბუდუ ზივზივაძეს და საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ივნისში კარლსრუეს მთელი ოჯახი აღფრთოვანებული იქნება, ნათქვამია კლუბის განცხადებაში. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე გერმანულ კლუბში გასული წლის იანვრიდან ირიცხება. საქართველოში თამბეჭდავაძე იმობს ევრო 2024-ზე ისტორიულ გასვლას. ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია ტელეკომპანია CNN-ის ვებგვერდზე. იყო სიხარულის წრემლები, წვეულებები ქუჩებში და მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა წერს CNN-ი. ამერიკული ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა მიზანს მაქსიმალურად დრამატული გზით მიაღწია. თამაში პენალტების სერიამდე მივიდა და სწორედ საქართველოს მოახერხა ნერვების შენარჩუნება და მე-15 წლიდან დიდ ტურნირზე გასვლა, ნათქვამია სტატიაში. ახლა სხვა თემები. საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა. გადაცემა იმედი ლაივში მან თქვა, რომ დღეს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოების მსგავსი საარჩევნო კანონმდებლობა აქვს. კახიანის სიტყვებით, რეგულაციებმა, რომლებიც საქართველოში 2 წლის განმავლობაში მოქმედებდა, შედეგი ვერ მოგვცა და პირიქით მისი განმარტებით შიხშიც აღმოჩნდით, რადგან ცესკოს თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ და ვერც ცესკოს წევრებს ვირჩევთ. დღეს მართლა გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც არსებობს ევროპულ სახელმწიფოებში. და რატომღაც უნდათ რომ თავზე მოგვახვიონ ისეთი რეგულაციები, რომლებიც არსად არ არის. და უფრო მეტიც საქართველოშიც ეს რეგულაციები, რაც მათ უნდათ რომ ყოფილიყო ძალაში, 2 წელი მოქმედებდა და ვერანაირი შედეგი ვერ მოგვცა. პირიქით რაღაც თვალსაზრისით ჩიხშიც აღმოჩნდით იმ თვალსაზრისით, რომ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ, ცესკოს წევრებს ვერ ვირჩევთ. მთელ ამ პროცესში ისინი მათი ამ ეტაპზე მიზანი არის დისკრედიტაცია პროცესების. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ბოსნია და ჰერცეგოვინის დელეგაციას მასპინძლობს. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ბოსნია და ჰერცეგოვინის საარჩევნო ადმინისტრაციის, საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფება. საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასა და არსებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მხრივ საქართველოს გამოცდილება. მოხარული ვარ, რომ ეუთოს ეგიდით ამ შემთხვევაში მასპინძლობთ ბოსნია-ჰერცეგოვინის საკმაოდ დიდ დელეგაციას, რომელსაც გვაქვს შესაძლებლობა გაუზიაროთ მათ საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება. ასეთი მაღალი ინტერესი კი ჩვენი საქმიანობისა და პრაქტიკის მიღებასთან მიმართებაში კი თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო აღიარებაზე. ბოსნია და ჰერცეგოვინას პირველად უწევს ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის პილოტირება. საქართველოს ელექტრონული ტექნოლოგიის პროექტის პილოტირება განახორციელა მანამ, სანამ იგი ფართო მასშტაბით გამოიყენა. ჩვენ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. გადავწყვიტეთ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინის დელეგაციისთვის საქართველოში ვიზიტი განგვეხორციელებინა, რათა მათ შეესწავლათ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავეცნოთ, როგორ ხდება საარჩევნო ბიულეტინების სკანირება და ბიულეტინების ელექტრონული დათვლა. პოლიტიკური განხილვის საგანია სტრასბურგის სასამართლოს უარი ნიკა გვარამიას სარჩელის განხილვაზე. მმართველი გუნდისთვის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასჯელის მოხდის დროს გვარამია პოლიტპატიმარი არ ყოფილა და ქართული სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს. ცნობისთვის გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მას რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფუძველზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. ერთია რომ გვარამიას განცხადება არ მიიღო სტრასბურგმა და ამით მე მგონი ნათლად დადასტურდა ის რომ არავითარი პოლიტპატიმარი გვარამია როცა ის სასჯელს იხდი და არ იყო მუდამ დღე ჩვენ გვესაუბრებოდან იმაზე რომ თითქოს და გვარამიას უფლებები ირღვევა თითქოს და ის არის პოლიტპატიმარი როგორც გამოჩნდა ეს ასე არ ყოფილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რომ არ მიიღო გვარამიას სარჩელი წარმოებაში მორიგი ჯერზე და მე მგონი საბოლოო დადასტურებს უკვე მანიპულაციებს რადიკალი ოპოზიციისას. მე რამდენად უნდა უთხრა სტრასბურგის სასამართლომ რადიკალი ოპოზიციას უგულავას საქმე გავიხსენოთ, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, რუსთავი 2-ის საქმე, ეხა გვარამიას საქმე, როდესაც ეუბნება პირდაპირ ევროპული სასამართლო რადიკალი ოპოზიციას, რომ დაეტიეთ მან, მოიქეცით ჭკვიანურად და აქ თქვენი სარჩელები არ კმაყოფილდება. რატომ? იმიტომ რომ იყო დამნაშავე რეჟიმი, რაზეც ასევე საერთაშორისო სასამართლოსაც გამოტანილი გადაწყვეტილება. პოლიტიკურ სპექტრში ასევე განხილვის საგანია საკონსტიტუციო ცვლილებები და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებული კანონპროექტი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი შემუშავებული ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით. მათივე თქმით, ამავე კანონპროექტმა ოპოზიციის ინტერესები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მათ შორის საკანონმდებლო და საკონსტიტუციო. ეხლა გამოჩნდება, ვინ არის ხალხის და ჩვენი შვილების და მომავლის მხარეს, ვინ არის მომართული მათ წინააღმდეგ და ვინ არის დაშინებული და დაფინანსებული სხვადასხვა დონორებისგან და ვერ ბედავს, რომ მიემხროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთო ეროვნულ საქმეს. მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი აბსოლუტურად დაცული იქნება იმისაგან, რომ მოხდეს რაიმე ტიპის დარღვევა ადამიანის უფლებათა მიმართულებით, ეს იქნება დაცული მაღალი სტანდარტით, თუმცა ასევე მკაფიოდ გაიწერება ის რეგულაციები, რომელიც თავიდან აგვაშორებს აგრესიულ LGBT პროპაგანდას. სტუდენტთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. მიმდინარე კვირაში მინისტრი ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება. 4 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა წელსვე 3000-მდე კურსდამთავრებულს შეეხება. 2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებად სტაჟირებას სასურველ რეგიონში გაივლიან. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს. მონაწილეთა შერჩევა ივლისში დაიწყება. საჯაროდ გამოქვეყნდება ვაკანსიები, მოთხოვნები და კრიტერიუმები. შემდეგ კი დაიწყება განაცხადების მიღების პროცესი. ამ კვირაში პარასკევს გვექნება რეგიონალური სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა ქუთაისში და მათთან დეტალურად ვიხილავთ იმ კრიტერიუმებს, იმ პირობებს, მიღების, ჩარიცხვის და შეფასების მექანიზმებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული მასშტაბური სტაჟირების პროგრამა, რომელიც დაახლოებით 3000-ზე მეტ კურსდამთავრებულს შეეხება წელსვე და დაიწყება იანვრის თვიდან, იქნება 4 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. სამების ტაძარში დღეს 1990-იანი წლების შეარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკლო დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველებისა და აფხაზების მონაწილეობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქის გადმოსვენება და ოჯახისთვის დაბრუნება მოხერხდა. 5 ბრძოლს დღესვე დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულებს კი ოჯახის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ძალიან სასიხარულოც არის და სამწუხაროც არის, რომ ამდენი წლის შემდეგ პატივი უნდა მივაგო. ყველას ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი, ვინც პატივი დაგვდო და ჩვენი მიცვალებულები გადმოგვისვენა. კვლავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგნადო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტ სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემიის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოში მომუშავე იურისტებისთვის სამართლის ტექნოლოგიების სწავლება. კურსის თეორიული ნაწილის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ალგორითმზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების მეშვეობით იურიდიული სერვისის მიწოდების შესახებ. ორიენტირებულია სხვადასხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებს შორის იმ უნარჩვევების განვითარებასა და გაღრმავებაზე, რომელიც მათ დაეხმარებათ სამართლის ტექნოლოგიების გამოყენებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა გაუმჯობესებს როგორც იურიდიული სწავლების დონეს, ასევე იურიდიული სერვისების და მსახურების ხარისხს საქართველოში. პროექტის ფარგლებში მივიღეთ 500-მდე აპლიკაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მზარდ ინტერესს სამართლის ტექნოლოგიების მიმართულებით. სულ შევარჩიეთ 40-მდე მონაწილე. ჟურნალ თეატრის 2024 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და თეატრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. დასასრულს პრემიით დაჯილდოვდნენ მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები. მართლა მოულოდნელი იყო, ვინდო მითხრა უნდა მოხვიდე და არა რაღაც სიურპრიზის მაგვარი გელოდებო თქვა, მაგრამ ის რომ გოგი გეგეჭკორის სახელობის პრემიას მივიღებდი, ნამდვილად არ მეგონა. მართლაც დიდი პატივია, როცა ასეთი დიდი მსახიობის პრემიას მოგანიჭებენ, როგორც არის ბატონი გოგი გეგეჭკორი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისაც მე გავახსენდი. იმიტომ რომ ხშირად არის რომ არავის არ ვახსოვარ. ამიტომ მადლობა ყველას, ვისაც გავახსენდი და ბატონი გოგის პრემია მომანიჭეს. დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც. თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი დედაქალაქში, სადაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით 30 მარტს მოსალოდნელია ჰაერის მკვეთრი ცვლილება. კერძოდ, საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი და ტემპერატურის კლება. 1 აპრილიდან კი გარემოს ეროვნული სააგენტო კვლავ თბილ და უნალექო ამინდს ვარაუდობს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +20 გრადუსამდე მოიმატებს. 30 მარტიდან უკვე მოხდება ამინდის პირობების შეცვლა, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ველოდებით წვიმას. პირველიდან უკვე მოხდება ნალექის შეწყვეტა, მაქსიმალური ტემპერატურის მომატება. ქრონიკა 9-ზე ამით დასრულდა, ახალ ამბებს დავუბრუნდებით 10 საათზე. დღის ყველა სიახლეს გაეცნობით ჩვენს ვებგვერდზე იმედი news.gr. ეთერს განაგზობს იმედის დილა.